მე წაგიკითხავთ ლექსს ჩვენი სამშობლოს ისტორიული წარსულიდან, რომელიც მკვეთრად ხაზს უსვამს დღევანდელობას. ვინაიდან ღვთის სიყვარული თითოეული ადამიანის ვალია. გრიგოლ ხანძთელი. ღმერთი უკუტყებს წიაღსა, უბეში მჯდობ გრძელ დღიანსა, მართმორწმუნე დიდებულ ქალს, მისცემს სულისწმინდის ფლობ ვაჟს. ღმერთის სიყვარულის მქონი ნერსე ერისთავის ცოლი წაიყვანს ამ ბავშვს მამიდა აღზრდის ოჯახში თავისთან. ბავშვი არის მეტად სათნო, ფრთხილად ირჩევს სულის საზრდოს, ფლობს უამრავსა ენასა და იმახსოვრებს ყველასა. სოფლის ფილოსოფოს სიბრძნეს, ეკლესიურ საღვთო წიგნებს, ფსალმუნებს, რასაც კარგს ნახავს, ირგებს ჰაერივით სწავლას. ნასწავლ განათლებულ გრიგოლს იესო ქრისტეს გზის მიმყოლს, ყველა ბრძენი კაცი აქებს და სთავაზობს ღვთლობის საქმეს. გრიგოლი მადლიერებით და მთელი თავის შეგნებით პასუხობს უფროსსა ხალხსა, თქვენ ჩემზე ვნობთ ქებას ჭარბსა. შემოთავაზებულ პატივს დიდად პატივსაცემს, ნატივს ვერ ვიღებ, არ შემიძლია, პატივისა ეშინია. ღვთლობა ქრისტე ღმერთის გზა და მისივე სულთას ხმა, გაგრძელება მისი ღვაწლის ერთადერთი მისი ვმადლით. ბაგემ ღვთელსა იყავს მართალს თავისი სიცოცხლის ფასად, მისი პირიდან ხალხი რჯულს უნდა სწავლობდეს ღმერთსა ეს სურს. ღვთელი ყოვლის მყრობელი ღვთის, ანგელოზია ქვეშაცის, მას მიანდო აქა ღმერთმა კაცის სულის გადარჩენა. თავის მიმდევართ ცხოვრება, კაცობრიობის ცხოვრება, ყველას გაყვანა ღვთის გზაზე, დღე და ღამ ლოცვა ამ ხალხზე. კაცი სულით შობა, კვლავ აქ სულის წრთობაში ასახვა, ხორციელი კაცის წრთობა, რაც ნიშნავს მის სულით შობას. გრიგოლი მღვდლის საქმეს ბედავს, სიწმინდედ და უარს ბედავს, ხალხი კი მაინც ითანხმებს, რითიც გულს მეტად იხარებს. და უკვე მალე სთხოვენ მას ეპისკოპოსის წოდებას, წრფელი, მაგრამ ხორციელი, უფთხა გული გონიერი, გზა მდუმარეობისა, მოცული დიდების შიშით, ტაძარს სახლს ტოვებს და მიდის, უსმენს გულის ყურს წმინდას, ბოლომდე სიწმინდეს მიჰყვა. სამხრეთ საქართველოს წავა, თან დეიდაშვილის საბა, ეყოლება გვერდს მხლებელი, შემდგომი მშენებელი, მისდევს ასევ ქრისტეფორე, გულით, სულით, ძმის ბერ სწორე, კვირიწმიდის ამგები, ტაძრის მზრუნველი და მღვდელი. მესამე ძმა თეოდორე, ძმა გრიგოლთან ერთობ მყოლე, ვინც არის ნაძვის მონასტრის მშენებელი და მოძღვარი. მიადგები ოპიზას, ამბაბ გიორგის ყოფნისას. მამა 4 ძმას ღვთის ნიშნით სნობს, თავისზე აღმატებულს მყოფს. ბერის წესი იქ და ყოფენ 2 წელსა, მისდევენ მოლოზნის წესსა, შესრულებას კურთხეულსა, მძიმემ სუბუქ გუნებისას. ლოცვის წესს მის შესრულებას, ძილის დროსაც, ღვთისმედრებას, გააზრებას, ცუდ ჩვეულსა, დადგუნვას და კაცის ვნებას, აზრის ფილტრვას, კონტროლს მკაცრსა, შეგნებულად თვალძირ დახრას, გააზრებულ მდუმარებას და ცოდვებზე მწუხარებას. ზოგჯერ არათქმას რომ თქმას ჯობს, შოთას სიტყვას ძმასთან ხმარობს, კარგ ცევას, მარხვას და ლოცვას, მჯდომარე ძილსა, ძირს წლას, სიყვარულს და სიმდაბლესა და დუმილით ხელს საქმესა, ურისხოლოდ სიმშვიდეს, უპოვარობას, სიწმინდეს. გამოცხადება და შეხვედრა ბერ ხვეოდიოსთან. მამა გრიგოლს ეცხადება, ხვეოდოის ენახვება და ბერი ეტყვის ღვთისნათქვამს, თუსად ააშენებს საყდარს. გამოცხადების მიხედვით გრიგოლი მიდის იქ მთებით, ხდება დაყუდებულ ბერსა ხვეოდოის ერთადერთსა.
უმჟღავნებენ ერთმანეთსა, რომ სიცხადით შეხვდნენ ღმერთსა, გრიგოლს უთხრა ბერის ნახვა, რომ ის ეტყვის სიტყვას ახალს. ბერისთვის უთქვია ღმერთსა, ღვდელი გეწვება ერთ დღესა, ააშენოს მან საყდარი, სადაც ფიცხლიმდა მთარი. მამა გრიგოლი იმ დღისით იგებს ღვთის აზრს ბერის სიტყვით, რა გეგმა ჰქონდა მასზე და მიდის აღნიშნულ მთაზე. მშენებლობა. გრიგოლი სამ ძმასთან ერთად სთხოვს შეწევნას მაღალ ღმერთსა, იწყებს ფუნდამენტის გაჭრას და არა აქვს ერთი ქაფჩაც. ჭიუხი კლდის შეყრილ ქვასა, ამტრევენ წერაქვის მსგავსად და იარაღ მასალათა ხმარობენ სხვადასხვა არც აქვთ. მასალა მადლობს ბეჭითა, კილოგრამ გამოთვლებითა, აქვთ ციცაბოს კლდესა, ერთნაირად ოთხივესა. აშენებს მონასტერს კლდესა, ადგილს ხრობს ხიოქს ქვეშა მზესა, ამ კარკატут ნატყრალამდე, სალსა ფრიალით ქარამდე. პიტალი ადგილი ნახა, ჭერ კლდე ფიქალიანსა, თუ ნახა მჭედა ქვარი თირი, ქვიტკირი მსგავსი ჭირი ტირი, იქ ვერ ნახვევდით თურმე ტყეს, ბუჩქის მეც ვერანაირ ძეს, არც მდინარე ნაკადული, გადამწვერი გადადგუნი. გაასწორებს შენებისთვის საზაძირკლოდ კეთილდღეობას, ზეჭარ მგონიერებას, სამშობლოს სულიერებას და ავტოპორტრეტად იქცა ხანცდას, რაც ძმად ხელით იქნა. მონასტერს გუმბათი თვითონ კვადრატი 4 დაგრტყმულ იყო, ნახევრად შოულ ქოლვას გავს, ბადალი დღესაც არ აქვს, ნაძროვან პირწმინდად თლილს ქვიწმინდა წითელი სულით. გუმბათის ზომის შეფარდება, წყვილ თაღითა შენაცვლება, ზუსტი პროპორციებით მისი სწორმოყვანილობა. დღეს სპეციალისტის თვალით გუმბათი საკვირველი არის, თითქოს თვით ღმერთსა უგია, ოთხმას გული ჩაუღია. მსგავსის სამეფო გვირგვინის, არქიტექტურულ დიდ ნიშნის, ხელოვნების მწვერვალთა გუმბათის შორის გუმბათითა, აზნაური გაბრიელ დაფანჩული, ხანძთის გვერდით აზნაური ცხოვრობს ბრძენი დაფანჩული, ეხმარება ყველა ძალით, მუშა თუ კირქვა არის, ხანძთის მერეს გუნათლისა, სამ მონასტერს ღვთის მადლითა, დაფანჩულის შეწირულით, აშენებენ მთელი გულით. აშოთ კურაპალატი აზნაური გრიგოლს აცნობს, დიდსა კურაპალატს აშოც, თბილისიდან წამოსულსა და სამხრეთს დასახლებულსა. ამირას ყრობს თბილისის, შეიქმნა გაუსაძლისი, იფიქრა დროებით გაცლა და მოუწია სულ წასვლა. დიდებული მეფე იწვევს თურმე მამა გრიგოლს მყისვე, ის ნოხის წინ ფეხზე დგება, ვით ღმერთს სტუმარს ეგებება. ბაგრატიონთა ოჯახის კურთხება, მეფევ უფლისგან ცხებულო, დავითის წინასწარ მეტყველო, ითხოვეთ ქრისტესგან ბრალთა, მისთა შენდობა და ძვალთა, ღირსქნას თქვენსა ძვალთა თანა, სულმა კი თქვენ სულთა თანა, მიცვალებულ მონაზვნულსა, მამა გრიგოლს ნაწერსა, დედა ფებრონიას სიტყვას, გადასცემენ ვით არ ითქვა. მიწა მიიღებს იმ ქალსა, მეოთხედ და მეხუთე და კვდრეთსა, მის სინანულთა მიხედვით და შენი ლოცვის შეწევნით. ამიტომაც გაქებთ მამავ მყარს კი, მაგრამ ღვთის წინ მართალს, ჩვენს დიდსა მასწავლებელსა, სწორ გზაზე დამყენებელსა. გაქებთ მატოს მაკურთხებელს, 40 წელს ლოცვებით შექმნეს, მერეს ქალთა მონასტრისას, მას ხვალს უართმედოდ წმენა, სამას კათალიკოსთა 10 მართალი ყოფილა, ერთია თურმე არსენი, ვისაც შენ ტაბუ ახსენი. გაუმართლებია მასაც, შესდგომია დიდსა, ღვაწლსაც, მადლობა შენ ამ საქმისთვის, მართალი სიტყვის აკათქმისთვის. გაქებ დიდ მიმტევებელსა, თეოდორეს ქრისტეფორესა, ფარულად აფხაზეთის წასვლას, პატიობ გვაჩვენებ ამას, მათ სულს დაკარგვის შიშით,
პოულობს შველისა მიზნით, ეხმარები იმავ საქმეს, რასაც კი შენ გავალებენ, გიქებთ გონიერებასა, ეპისკოპოსი შეკრებასა, პატრიარქს კი ტოვებს არსენს, იმდით შეცდომას არ ამხელს, მამის წესის დარღვევითა პატრიარქად ნანგრევ შვილსა, ისე ლოცავ ცისამარას, დღეს რომ შვიდად ემსახურა ერსა, გაქებთ ღირბის მიმცვევებელს, მის სულის არ ჩამშვებს ქვესკნელს, გაქებთ იმ ცოდვაზე ზემდგარს, რომ ნახულობდი ხალხს შემჯდარს, წუთში გადიაკნონებულს, გაეპისკოპოსებულს, უზნეობას მყოფს ცქირ მღვდელსა, გახდი ამ მღვდლის სამოსელსა, მაგრამ ამირას მხარდაჭერით, ცქირი ტაძარს გაავებით, უბრუნდება უკან მალე და ხანძთის დანგრევას ბრძანებს, ანჩის გლეხ კაცობას გზავნის და სანგრევა წმინდა ხანძთის, მათ თხოვენ წმინდა მამები, ლოცვისათვის მისცენ წამები, იღებ ცნობას სულის წმინდით, ცქირის უცაბედად სიკვდილს, გაცნობთ ანჩიდანას მამა და ნგრევას გადარჩა ხანძთა, გაქებთ შენ და შენსა ძმებსა, წმიდად მყოფ მლოცվել მამებსა, თქვენ ლოცვამ უსისხლო წირვამ აღწია ცათაშინა, გაქებთ სიბრძნით მტერზე მჯობსა, ჩვენში მბრძანებლად მყოფსა, ამირას აშოტის გამქცევს, ხერხით სჯობნი ქვეყნის დამქცევს, იმ დროს უამრავის დამქცევს, გაქებთ მონასტერთ მშენებელს, შრომის უსიტყვოდ მშენებელს, თაობად ღვთიურად ამგზდელს, ერის სიბნელისა დამძლევს, რადგან იცი უსწავლელის, მძღვრელთა უცებ მტერის სწავლით, აძლიერებ ქართველს, სამომავლოდ ქვეყნის მართლს, გაქებთ სხვა მონასტრის შემხვედს, მათ მსგავს წეს განგების შემქმნელს, რჯულის გათვალისწინებით ჩარჩოს არ გადააცილებთ, გაქებთ კანონთ დოგმას ჩამსმელს, საყდართა ღვთიურად მართლს, გაქებთ მცოდნეს მსუბუქ ნავის, რაც კი წყლისა ლუკმა არის და ტვირთი ზედმეტის ძირავს, რადგან ზეჭარბი ვერ მიაქვს, გაქებთ ზომის განმავრელსა, ხანძთელ მამა გრიგოლ მღვდელსა, გაქებთ რომ ჩაწვდეთ იმ სიღრმეს და გადმოიცეს ეს სიბრძნე, სად დადგენილა ქართველ სისხლი, სანამ ბოძი სადაც იდგმის, ის ქართული მამულია, თავად ღვთისგან ნაკურთხია და თუ ქართულსა მიწასა, ქართულას წირავ წირვასა, იმერს ქართული აქვს ენა, იქ მას უნდა ფლობდეს ყველა, ქართულ მამულზე ამენით, თუ ლოცულობენ ღრმა რწმენით, მაშინ ღვთით ცხოვრობს ესერი, მამულ ენის რწმენის მცველი, გაქებთ შემქმნელს გალობისა, საწელიდოდ იადგრისა, მიქაელ მოდრეკილისა, ხელით გადაწერილისა, რასაც ვიცნობთ არა შენით, მოდრეკილისა სახელით, ყოველ დღეს კითხულს ტაძარსა, რით ვადიდებთ ღმერთსა მაღალსა, გაქებთ ქვეყნის სამხრეთ მხარეს, უკაცრიელ არემარეს, მოცულ სიჩუმის გოდებით, ჩაუნაცვლებით, გალობით, გაქებთ ხუთ ტაძრის მშენებელს, გუნათის, გველათის, ასევე მერქს, შადბერ უბისის ხანძთისა, სადიდებალ მაღალ ღვთისა, ვაქებთ სადიდებლად ღმერთს, შემწირველს თავის რწმენით, გაბრიელ დაფანჩულს ღვთის კაცს, აშოტ კურაპალაც დიდსა, ბაგრატ მეფეს აშოტის ძეს, ლეონ პირველს აფხაზეთ მეფეს, იმ უცნობთა ქველმოქმედმა ვინც უყვარდა ხელმშრომელთა, გაქებთ გასვლის დღისა მჭვრეტელს, მუდამ სიბრძნის დროით მეტყველს, ზენონსა და მაყარესა, უმფიცავ ნათლობის წესა, ჭეშმარიტ ქრისტიანთა შვილს, წვალებელი ვერ მონათლის, მღვდელს არს ქონია სინათლე, როცა არაფლობს სიმართლეს, მონათლავის სიკვდილის ჯობია, ვითომ სიწმინდით მონათლას, ურჯულოს ხელით ნათქვამი, ყველაფერი გამიქრა, ასევ სამება ესაიასგან სწავლება, ვინც რომ სერაფიმისგან ისწავლა პატივი ღვთისა, წმინდა, წმინდა, წმინდა უფალი, საბათი ითქვა, ხოლო გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ვით სამი სანთელი,
დაანთო ვერაფრით გაყო, მათი არსება ვერ დაყო, მამა ძედა სული წმინდა გრიგოლ ხანძთელისგან ითქვა და მთელ სამყაროზე ლოცვით მამა გადის მადლში მყოფი, უერთდება მოღვაწ სულებს, პირდაპირ ღმერთთან გასულებს. მამა გრიგოლ გიხრი ქეცა, გეხვეწები სთხოვე ღმერთსა, თაობების განათლება, შენაირთან დამსგავსება. მამავ შენისთანა კაცი თიძე დასათვლელი არი, მათვის ჯანის თხოვე ღმერთსა, დიდ სამყაროს ერთადერთსა. სათაური ნაწყვეტი პოემიდან აშოტ კურაპალატი. დიდი მადლობა.